ოკეი, მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენს და გვიყურებს, მოგესალმებით შტაბიდან. გიომელაძე, ლუკა წულაძე და ვაგრძელებთ ჩვენს შეხვედრებს, დიალოგებს და მუშაობას. გარკვეული პაუზა გამოგვივიდა, ამ პაუზის მიზეზი გარკვეული ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მათ შორის ახალი წელიც, მშობაც და ასე შემდეგ. ვერ გეტყვით რომ მანდ-მაინც საზეიმო განწყობაზე ვიყავი პირადად მე, თუმცა მაინც გილოცავ თქვენს და ჩემ თავსაც და გიოსაც. საზეიმო განწყობაზე პრინციპში იმიტომ არ ვიყავი, თქვენთვისაც ყველასთვის ალბათ გასაგები არის და პირველ რიგში იმიტომ რომ პატიმრებიც არიან ციხეში, რომლებიც ამ პროცესს გამოაკლდნენ და რეჟიმმა მოგვტაცა და მძევლად აიყვანა და ჩვენი ქვეყანაც ვერ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ გვინდა რომ ვიხილოთ. მოკლედ ბრძოლა მიდის რა. ბრძოლა მიდის და გვაქვს ჩემი აზრით და აი გიოსაც გაუზიარე და ვნახოთ დამეთანხმება თუ არა, რაღაც გვაქვს უკვე ახალი ბალანსი დაგვიდგა თითქოს და ეს ახალი ბალანსი არის მათ შორის მოწინააღმდეგის რიგებში. გვინდა ამაზე ვისაუბროთ და ასევე გვინდა ვისაუბროთ გარკვეულ ეროვნულ თანხმობაზე, საერთო თანხმობაზე, იმ კუთხით რომ როგორ შეიძლება გაგრძელდეს არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ პროცესები, იდეაზე ფიქრი, თანაცხოვრება და ასე შემდეგ. ის რაც წინ გველოდება და გვაქვს. გიო, მოგესალმები. მოდი ჯერ ახალ ბალანსზე ვისაუბროთ. სალამი, მეც ყველას მიულოცავ ამ ახალ წელს და რაღაცნაირად ფიქრობ, რომ ძველი წელის დამთავრებასაც, იმიტომ რომ მართლა ცუდი წელი გამოვიდა ბევრი თვალსაზრისით და პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის ალბათ, ვინც დაზარავდა ფიზიკურად აი ამ სამართლობით, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა და რაც გრძელდება დღესაც და ვინც ახლა ციხეშია და მარტო იმიტომ რომ უბრალოდ ცდილობს ისევ კონსტიტუციით დადგენილი წესის დაცვას რაც გვაქვს. ჩვენ ახლა რაღაცნაირად მართლა შუა საუკუნეების ბრძოლა გვაქვს ძალაუფლებისთვის. სხვანაირად ამას ვერ დავარქმევთ. ჩვენს ქვეყანაში კანონი არ არის, ჩვენს ქვეყანაში არის სისტემა, რომელსაც კანონი რაღაცნაირად თავის მოკლედ აი მართლა რამდენიმე ადამიანის ჭკუაზე აქ მორგებული და არის ანუ უამრავი ნაძირლები, რომელიც აი ამ ავტორიტარიზმს აცოცხლებენ, ასულდგმულებენ, აქედან ხეირობენ. რთულ ბრძოლაში ვართ მართლა, ბევრის ჩვენგანის ცხოვრებას ეს რადიკალურად ცვლის. და აი ეს ახალი წელიც გვპირდება ბრძოლის გაგრძელებას. ეს იქნება ნამდვილად ბრძოლის წელი. აი უნდა რაღაცნაირად გავიყვალოთ რა. არ ვიცი, რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, ჩვენმა მშობლებმა შეძლეს, გამოიარეს 90-იანები, ჩვენ უნდა შევძლოთ და გავიაროთ ეს პერიოდი. და ალბათ პირველ რიგში უნდა გავიაროთ უსაფრთხოდ ჩვენ როგორც ფიზიკური, ისე ჩვენი, რა ვიცი, ემოციური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უნდა ბევრი გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ რა. მართლა შეიძლება ხშირად ამაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ რაც ხდება ეს პროპაგანდა, ეს დეზინფორმაცია, ეს ძალადობა, ეს ენერგეტიკა რაც მოდის ხშირად, აი ამ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული მონსტრებისგან ეს ენერგეტიკულად გვაზიანებს ყველას მართლა გვინგრევს ჩვენ ადამიანურ ასე ვთქვათ ბუნებას და უნდა ვცადოთ და უნდა დავიცვათ ეს ადამიანური ბუნება არ უნდა გავბოროტდეთ ალბათ რა მე მგონი მე ჩემ თავს ყოველთვის ამას ვეუბნები რომ ცადე გადარჩე სხვათა შორის იმ დღეს ჩემი შვილი მეუნებოდა მამა ორას ფიქრობო ადამიანად ყოფნის უფლება არსებობს თუ არაო და 10 წლის არის და დავფიქრდი რომ იცი არასდროს არ მიფიქრია ამაზე რა იმიტომ რომ აი შეძახა რა ვიცი შეიძლება ხშირად გითქვამს ვიღაცაზე რომ ცხოველია ეს რა რაღაც ადამიანი არ არის ცხოველია რა და ესე იგი
თუ ამას უშვებ, რომ ვიღაცა შეიძლება უცბად ცხოველად ტრანსფორმირდა, ხო? ესე იგი ადამიანთაც შეიძლება ყოფნა, ცხოველადაც შეიძლება ყოფნა, უცბად ეს ორი ბუნება გაიჩიტა. და მოდი დავფიქრდეთ, რა ვიცი, ადამიანად ყოფნა გვევალება, უფლებაა, ჩვენი არჩევანია თუ წინასწარი განსაზღვრულობაა და აუცილებლად ადამიანები ვიქნებით, ანუ რა ვიცი, პრინციპში რასაც ვაკვირდებით, არ არის აუცილებელი, რომ ყველა იყოს ადამიანი რა, ანუ ბევრი გადის ამ ფარგლებიდან. მოკლედ, ბევრ ამაზე დაგვაფიქრა ამან, რაც მოხდა, მე პირადად ამაფიქრა, რა ვიცი, მართლა და ამ წელსაც ეს ფიქრი გამომყვება რა. ამაზე ლაპარაკი არ მქონდა ეხა ჩაფიქრებული. არა, მეც არ მქონდა, ეხა წამიღო უცბად, იმიტომ და წაგიღო, მეც წამომიღო და პრინციპში ამ პროცესების დროს დავფიქრდი, რომ ჩვენი ადამიანობით ხომ არ სარგებლობს მოწინააღმდეგე, ხომ არ სარგებლობს კი არა ფაქტიურად. აუცილებლად სარგებლობს. იმიტომ რომ ის სისხლიანია, რაღაც მოწინააღმდეგე წინ გიდგას რეპტილია არის და შენ რაღაც ადამიანურ გრძნობებზე თამაშობს, რა თქმა უნდა სარგებლობს. შენს გულჩვილობითაც სარგებლობს. კი, აუცილებლად. ვერ წირავ მოწინააღმდეგეს, იმითაც სარგებლობს, რომ პასუხისგებლობის გრძნობა გაქმეტი და მაგალითად იმ მომენტში ვერცემ იმ პასუხს, რასაც შენ ფიქრობ, რომ მარტივია რა, ბოდიში, ანუ შენ არ გინდა დაანგრიო. მას შეუძლია დაანგრევა. იმიტომ რომ მას წარმოუდგენია ნანგრევებიც და ნანგრევებში ცხოვრებასაც, რა ვიცი, იაზრებს და პრინციპში როგორი ტიპი, აი წარმოგიდგენ ველურებმა როგორ დაიპყრეს რომი, ხო, რომაელებს ჰქონდათ რკინაც, ჯავშანიც, გაწვრთნილი ჯარიც, ანუ ყველაფერი ჰქონდათ. ბევრი თეორია არის, მაგრამ არა, მესმის, მაგრამ ანუ მესმის ბევრი თეორიაა, ხო, ვიღაცა ამბობდა, რომ ტყვიამ დაწამლათ და ვეღარ იბრძოდნენ, მაგრამ კაი, ჯანდაბას უფრო რაღაცნაირად ერთიანად შევკრათ სურათი. ფაქტია, რომ რომაელები დამარცხდნენ. კი, ყველა მხრიდან უტევდნენ, მარჯვნიდანაც უტევდნენ, მარცხნიდანაც უტევდნენ, ჩრდილოეთიდანაც უტევდნენ, სამხრეთიდანაც, ანუ ბევრნი არიან ეს ტიპები, ვისაც უნდათ სიმდიდრეში ხელის ჩაყოფა. და ამ დროს შეიძლება ვიღაც ტიპები ფიქრობენ, რომ აი როდემდე უნდა ვიომოთ ამ დეგენერატებთან, ანუ უკვე დაკარგა ეს მომენტი რა, რომ აი მიდი ველურად წაგლიჯე, მოაჭამე თავი, ხო, და იმას აქვს იმ მეორე მხარეს რა. იმას აქვს, იმიტომ რომ იმან უნდა წაგლიჯოს სიმდიდრე და შენ სიმდიდრე გაქვს და უკვე ტყბები და აღარ გემეტება არჩევანი. ანუ აქაც უყურე, ეხლა ეს მატერიალური სიმდიდრე ეხლა გამოიტანე გარეთ რა, მოაშორე და ადამიანური თქვი, ეხლა ადამიანური სიკეთეები თქვი. დაფიქრდი. ადრე თუ მიდიოდი და გვერდითა ტობს სტაცებდი რაღაც, რავი, რესურსსაც ადამიანებსაც და იმონებდი და ამით ეს იყო შენი თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება, უკვე სიმდიდრე და ფილოსოფიაზე დაიწყე ფიქრი და არა, მეორე რამეზე დაიწყე ფიქრი, უყურე? არა, ფიქრი დაიწყე იმაზე, რომ ადამიანი ხარ და არა ხეცი. და როგორც კი ადამიანური სტანდარტი შენ თავს წაუყენე, მაშინვე მიხვდი, რომ რაღაცა სხვა რეალობაში ხარ რა. ამიტომ რეალურად ეხა ჩემთვის მე რასაც ვაკვირდები, ხო? ეს არის წესიერი ადამიანის ბრძოლა, უსინდისო, ყველაფრის მკადრებელი ტიპების წინააღმდეგ რა და ეს რა რთული ბრძოლა. ამიტომ ეს კარგად ეს ბრძოლა, ასე ვთქვათ, ეს პროცესი უნდა გავიაზროთ რა. მოდი, მაშინ ბარემ გადავიდეთ ამ თემაზეც უკვე ნელ-ნელა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე დავგეგმეთ, რომ დღეს ორ ფაქტორზე გველაპარაკა. როგორ გავიაზროთ, ხო? რეალობა დავინახოთ და ჩვენი, ასე ვთქვათ, რეალობა რა არის? განვითარების რეალობა ეხა რეალობა არის ის, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა ჩვენი თვითგამოცხადებული ინსტიტუტები და აი ეს ხელისუფლება. ინსტიტუტები, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია არ აღიარეს, ხო? მათ შორის ხალხიც ეხა იდეაში ზარალდება მთელი ქვეყანა, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ჩვენი მოწინააღმდეგე და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო იზოლაციაში არის სანქციები უფრო მეტად მოვა, გაიზრდება თუ ჩვენი ბრძოლაც გაგრძელდება. ამერიკამ, რავი, ბრჭყალები გამოაჩინა და ჯერ არავისთვის არ დაუსვია სახეზე ეს ბრჭყალები, მაგრამ უკვე რაღაცეები ხდება, ანუ სოფლიოში ზოგადად და ცოტა ესეთი
გაურკვეველია, ცოტა საშიშიც რო არის და რო ვერ ხვდები ამას რა შეიძლება მოყვეს, მაგრამ აშკარად დაბრუნდა ის რაღაც ძალა, რომელიც თითქოს აღარ არსებობდა. ამას გვიმტკიცებდნენ, რომ ეგ ძალა აღარ არსებობს, ეგ მითი არის რა. და რომლის რავი, რომელთან შედარებითაც ეს უკვე ჩინეთის იმპერატორიც აღარ ჩანს ისეთი უძლეველი იმპერატორი და მით უმეტეს პუტინი და მით უმეტეს ივანიშვილი რა. ეგ არის. ეს მითიც დაიმსხვრა. შიგნით ვერ აწყნარებენ სიტუაციას, რავი, ხო, ეხლა დღეს შეიძლება რუსთაველი არ გადაიკეტა, მაგრამ ხვალ გადაიკეტება, ხო? წინააღმდეგობა არის და აღიარება არ არის, ლეგიტიმაცია არ არის, არც შიგნით, არც გარეთ. აი ეს მოცემულობა გვაქვს რა. აი ხა კიდე მარტივად თქვა. უყურე ფული შემოდის ქვეყანაში რამდენიმე არხიდან. ეს არის ქვეყნიდან წასული ადამიანების მიერ საკუთარ ოჯახებში გადაგზავნილი პირდაპირ ფული, რომელიც ყიდულობს საჭმელს, სასმელს, ბინებს, იხდის ქორწილებს, მანქანებს ყიდულობს და პატარ-პატარა ბიზნესებს ქმნის. მეორე ფული, ეს არის მსხვილი ინვესტორების მხრიდან ჩადებული ფული გარკვეულ მშენებლობაში, განვითარების პროექტებში და ასე შემდეგ და მესამე ფული ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოგზავნილი მილიონები უკვე გზებში, დიდ მსხვილ პროექტებში, ინფრასტრუქტურულში, ხო? აი ეს ფული ასაქმებს ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით რა იწარმოება რა, ეხლა ანუ უნდა იყიდო არ ვიცი საიდან, ეხლა ადრე მგონი უკრაინა იყო, ბელორუსი, რუსეთი, თურქეთი, ჩინეთიდან შემოტანილი რაღაცა საშუალება, ნივთიერება, რომლითაც მოწავლავ შენს ბოსტანს ან ხილის ბაღს და მიიღებ მერე მოსავალს, მიყიდი ამას, ვიღაცას რაღაცას ამოიღებ, ხო? მაგრამ ეს ფული ხო გჭირდება, რომლითაც იყიდი და შემოიტან ამ ნივთიერებებს, რომ ჩვენ შიგნით არ ვაწარმოებთ არაფერს რა, რომელიც დაგვეხმარებოდა ან პროდუქციის შექმნაში, მოსავლის მოყვანაში, არაფერს არ ვაკეთებთ, ანუ და ეს აი ამ სრული ციკლი არა გვაქვს ქვეყანაში, ხო? პატარა ქვეყანა ვართ, არა გვაქვს ეს რაღაცები უნდა შემოვიტანოთ, ან ფული უნდა გავიტანოთ, რაღაცები შემოვიტანოთ. აი ეს ბალანსი ნეგატიური რამდენ ხანში შექმნის ხილვად ეფექტს, საგრძნობ ეფექტს, ხო, რომ ანუ ფული გათავდება უბრალოდ, რომელსაც ვინმე ენდობა, აი ლარით ვერაფერს ვერ იყიდი, დოლარით უნდა იყიდო, ხო, გარეთ. ეს დოლარი გადის, პროდუქცია შემოდის, პროდუქცია აწარმოებს რაღაც პროდუქტს, რომელიც იყიდება შიგნით ლარზე, ეს ლარი ისევ დოლარში უნდა დაკონვერტირდეს, რომ საწარმოო საშუალება შემოვიდეს და აი ეს ნეგატიური ბალანსი საგრძნობ შედეგს როდის შექმნის, მე არ ვიცი, მაგრამ რო შექმნის ცხადია, იმიტომ რომ გასვლა შემოსვლის ყოველწლიური დაბალანსება ხდებოდა ვალებით. ჩვენი ვალები ეხლა არის 60 მილიარდს გადაცილებული. მაშინ როცა 15 წლის წინ იყო რაღაცა 4 მილიარდის ფარგლებში თუ 5 მილიარდი დოლარი, ну შეიძლება 12 მილიარდის ფარგლებში, თუ 15 მილიარდის ფარგლებში. ეხლა არის 60 მილიარდი ლარი, ხო? ანუ გჭირდება ფულის იმპორტი რა, რომ დავაბალანსოთ, ხო? ჩვენი საბუღალტრო, ასე ვთქვათ, ანგარიშსწორები თუ რა ქვია, ბალანსის ეს შევქმნათ რა, გასავალსა და შემოსავალს შორის. ეხლა თუ არავინ არ გვაძლევს ამ თანხას, ესე იგი მინუსებში გავდივართ. რას ნიშნავს, რომ მინუსებში გავდივართ? ეს რეზერვი უნდა ვხარჯოთ, ხო? რაღაცა რაც დადებულია. ეს რეზერვი რო იხარჯება, მე რა უნდა ქნა? ქაღალდი უნდა ბეჭდო და ვინმე დააჯერო, რომ აჰა, ჩემი ქაღალდი აიღე და რამე მომეცი ამის სანაცვლოდ. ეკონომიკა ხო ეგ არის, რომ ვიღაცას აძლევ რაღაც ქაღალდს, რომელიც შეიძლება ის ღირებულებაც კი არა აქვს, რაც დაწერია. და იმან უნდა ამ ქაღალდში რაღაც გაგიცვალოს. რა ვიცი, აბა, აი ეგ საფიქრალი ამბავი, იმიტომ რომ მაგარი ახალი რეალობა შეიქმნა. ამას ჯერ კიდე ვერ ხარშავს ჩვენი სისტემაც, ვერ ხარშავს, მე მგონი, ის ადამიანები ვერ ხარშავენ კარგად, რომლებიც აი ამ ქართული ოცნების ბანაკში კვლავაც ცდილობენ რაღაცა პროდუქტის შექმნას, ხო? აქ ეხლა მე მართალი გითხრა, აი ამ ახალი რეალობის
პირობებში ველოდები მხოლოდ დატაცებას, დასწრებას, წაგლეჯვას, ანუ აი რაღაცა ტყე დავითრიო, რაღაც მთა დავითრიო, რაღაცა ქარხნის ნანგრევი, არ ვიცი, დარჩა რამე დასატაცებელი, ანუ ასაღები, იმიტომ რომ აი ამას ველოდები. იმიტომ რომ სხვანაირად განვითარების სივრცეები შევიწროვდა, ხო? ანუ დასანქცირებულ ტიპებთან ურთიერთობა არ უნდა არავის, არც რუსებს არ უნდათ ეს ურთიერთობა. და კრიმინალური ფული ოფიციალურ საბანკო არხებში ვერ შემოვა. მე არ ვიცი, შავ ბუღალტერიაზე თუ გადასვავენ მთელ ქვეყანას და რაღაცა შავი კარტელური ფულის იმაზე, რა ქვია, ტრიალზე აწყობენ სახელმწიფოს, მე არ ვიცი. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ცვლილება არის ერთი, ხო? ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ერთი. ფინანსური საყრდენი სისტემას გამოეცალა. მაგრამ შენ ხა კიდე მასეც ლაპარაკობდი, რა ქვია, ახალი, ასე ვთქვათ, დონის დაბადებაზე, ხო? კაპოდიკაპი თუ ბიძინა არის, რომელიც აი უფროსების, ასე ვთქვათ, რომელიც მთავარ უფროსად ინარჩუნებს თავის თავს, იმიტომ რომ ხო, და არ ვიცი, მე კითხვა მქონდა, დარწმუნებული არ ვარ, შეიძლება ასე გვაჩვენებდეს თავს. შეიძლება მას აწყობდეს, რომ ჩვენ ასე ვიფიქროთ, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ თითქოს გვერდით მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში უკვე ივანიშვილს რაც აწყობს, აღარ აწყობს რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში და რაც რუსეთს აწყობს, ივანიშვილს აღარ აწყობს. აი რაღაც ამ მდგომარეობაში არის. მე მგონია, რომ ავტორიტეტები მუშაობს, მაგრამ ხო, მე მგონია, რომ მოვიდა მისი გვერდით გაწევის. მე მგონია, რომ რუსეთი მე ვჩალიჩობ, რომ პასუხისმგებლობა ავარიდოვან რაღაც. არა. მე მგონია, რომ რუსეთი სარგებლობდა რამდენიმე ავტორიტეტით ქვეყანაში და ზოგადად რუსეთს არ ელევა ფიგურები, რომელსაც ის პერიოდულად იყენებს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კომბინაციებში, მაგრამ აი რაღაცნაირად კვარაცხელიაც სათავისოდ გამოიყენა რა, მიუტრიალეს, მოუტრიალეს, რაღაც რელიგიური კუთხით მოუძებნეს ისე, რომ აი ვითომ ახალგაზრდა ბიჭი, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს აღმოჩნდა, რომ ანტიევროპულ პოზიციაზე უფრო არის, ხო, ვიდრე ევროპულ პოზიციაზე. მე იმ პირობებში როცა თვითონაც ევროპაში აქვს კარიერა რა, მაგრამ ვერ აფიქსირებს ევროპულ პოზიციას ღიად აშკარად, თამამად ვერ აკეთებს ამას რა. ანუ რუსეთმა გაანეიტრალა ვიღაცები აშკარად სათავისოდ გადაიყვანა და ამათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ყავდა. ეხლა პატრიარქის ფიგურას ძალიან მნიშვნელოვნად იყენებდა. მაგრამ რა გამოვიდა, რომ ახალ წელს მოუწია გაეყალბებინა ხმა, იმიტომ რომ ნუ დაბერდა ის ადამიანი, ხო? და მაგრამ ეს ვერ თქვეს, რომ ვერ ამბობს ამ მიმართვებს და გაუყალბეს და წინა წლის მიმართვებიდან რაღაცა მონაკვეთები ამოუჭერს და მერე რომ ეჩვენებინათ, რომ ეს ადამიანი ცოცხალიაო, იმიტომ რომ ხმა გავრცელდა, რომ შეიძლება ცოცხალი არ იყოს, აი სხვა შორის კასტროზე იყო ხოლმე ეგრე, ფიდელ კასტროზე რა, რომ ანუ ვერავინ ვერ გაიგო საბოლოო ჯამში, მე მგონი ის ადამიანი როდის გარდაიცვალა რა, იმიტომ რომ შეიძლება ერთი თვით ადრე, შეიძლება 2-3 თვით ადრე, რა ვიცი. ხო და აქაც ახლა ეჩვენებინათ, რომ ეს ადამიანი ცოცხალიაო, აი გვაჩვენეს ასე სავარძლით გადაადგილეს ეს ადამიანი რაღაც ეკლესიაში, მაგრამ ნუ აშკარად ხედავთ, რომ ძალიან მძიმე დღეში იყო, ხო? ადამიანურად მართლა საცოდაობა ხდება, ახლა რაც ხდება რა. იმხელა მნიშვნელობა მიანიჭეს თვითონვე აი ამ ადამიანს, პატრიარქს როგორც ანუ უწმინდესი თვითონ დაირქვა, ხო? როგორც რელიგიურ ლიდერს, არამედ აი უფრო კერპის ფუნქციებიც მიანიჭეს. კი, კაცო, აი იმის და სწორედ ამის გამო ეხა უკვე პრობლემა აქვს და ეშინიათ, რომ აი ეს რო ვთქვათ, რომ ეს კერპი, რომელიც ღმერთად გამოვაცხადეთ ლამის, ხო? აი ხა ვეღარ იწერს ხმას. აი შეიძლება რაღაცა ჩამოეცეთ. ეგ კიდე ცალკეთება. ხო და ეხლა ეგ თქვი, ანუ ეგ ნაწილი მნიშვნელოვან რეფორმას გადის ეხლა ჩვენ რასაც გასაправებელია ეგ ამბავი მათი მხრიდან, ანუ რომ არა, იქ ცვლილებებია, კაცო დიდი, რომელსაც ნაწილს ხედავთ, ნაწილს ვერ ხედავთ.
Რაღაცას ხედავთ, რაღაცას ვეთქვი. იქ წავა უკვე პოზიციისთვის შიდა კონკურენცია და მთელი ამბები, ეგ ცალკე ამბებია წინ გველის, ესეც ამ წლის ამბებია, ასე მგონია. და ნუ აქ მიდის ერთი მუშაობა. ეხლა მეორე ფიგურა ივანიშვილია, ხო, რომელსაც უკვე ამ სანქციებმა რაღაცნაირად ეს საყოველთაო თითქოს ნდობა და ერისმამის სტატუსი მოაშორა. იმიტომ რომ ერისმამა ეხლა ნუ ქართველები ვართ, ხო ვიცით რაც ხდება, ეხლა ვიღაცას აიყვანს ცაში, რაღაცა საზოგადოების ერთი ნაწილი და მე ისე გამოეცლება და დაანარცხებს უკან არც მოხედავს და ერთოდ და გააგრძელებს სიარულს ისე მიაგდებს ისე უკან, ხო, ამ ტიპს რომ თითქოს არც არსებობდა. ეხლა ივანიშვილმა კარგად იცის რომ ეგ ელოდება ამ ქვეყანაში თუ სადღაც ფეხი გადაუწდა. ამიტომ ეხლა მეორე მომენტი ეგ არის, ის თვითონ ხო ცდილობს თავის შენარჩუნებას არა, რავი, როგორაც ცდილობს, ხო, მაგის მთელი უსაფრთხოება, სიცოცხლე, რომელსაც ეს ჩაბღაუჭებულია, ხო, ამდენი ციხესიმაგრეები ააშენა, ბუნკერები, რაღაცები. ანუ ტიპი წესით უნდა ხდებოდეს, რომ გამოიყენეს ბოლომდე და ეხლა წესით უკვე მალე აღარ უნდა ჭირდებოდეთ იმათ, ვინც ეს ადამიანი გამოიყენა. ანუ მან უნდა თავისი საჭიროება დაასაბუთოს რა, მუდმივად, იმიტომ რომ ეხლა სანქციები შეეხო, ეხლა დაიწყო კითხვა. რაში გჭირდება ეს ბორისი, ხო? ესა რა ქვია, რაღაცაში ჭირდებათ, მაგრამ ნუ ხო. არა, მაგრამ კითხვა ვიღაცას გაუჩნდა სადღაც მოსკოვში, რაში გჭირდება ბორისი? აბა დავასაბუთოთ, იმიტომ რომ რაღაცა ხარჯია კაცო ეს ბორისი, ხო? ხო და იქ ფინანსურ ამბებში რამდენად ეფექტურია. ეგ იმ შემთხვევაში გიო, თუ ჩვენ აი ოდესღაც ვლაპარაკობთ, თუ ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არის ბიძინა ივანიშვილი პროექტი, ბიძინა. აბა ეხლა მეგობრები პროექტი ბიძინა ივანიშვილი, მაშინ პროექტი შეიძლება დასრულებული ან დასასრულს უახლოვდება მათ. ხო და ეს კითხვა არის ბუნებრივია. ეს კითხვა გაჩნდა კაცო, რომ ისა ბორისი კი ძალიან გვიყვარს, შეიძლება ვიღაცამ თქვას. ეხლა მაგალითად ასლან აბაშიძე რა ვიცი, მე მგონი ალბათ რაღაცა პირადი ძმაკაცი ყავდა იმაში მოსკოვში, ვინც გაიყვანა და იქ აცხოვრებს. ან შეიძლება ამაში ფულიც გადაიხადა რაღაცა, იმიტომ რომ ასლან აბაშიძის დასანქცირება არ ყოფილა, ამიტომ ჰქონდა თავისი ფულები, რაღაცა ფული გადაიხადა, რაღაც უსაფრთხოება იყიდა და მოსკოვში გააგრძელა ცხოვრება და რა ვიცი ცხოვრება. ვის რაში აინტერესებდა, ხო, აგერ შვილიც გაუჩენია რაღაცა ამბობდნენ, არ ვიცი ზუსტად რა იყო მაგამ ბავშვი, მაგრამ ეს ბორისი ეგეთი ამბავი არ არის რა, კი, ამანაც შეიძლება გადაიხადოს ფული, პოტენციურად რაღაცა თავისი, თქვათ, იყიდოს რაღაცა უსაფრთხოება, გარანტიები რაღაც, მაგრამ თვითონ მე მგონი ამას არ ენდობა, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენად უნდა რომ იცხოვროს რუსეთში. ეგ ცალკე ამბავია. შეიძლება გაიყვანოს. ევროპაში აღარ გამოდის. მაგრამ ხო, აი ევროპაში რაღაც ვერა, ხო. აი ფანჯარა ცივილიზებულ სამყაროსთან, საიდანაც ტვირთები შევა და გამოვა, აი ეგ იკეტება და ეგ უკვე პრობლემაა. ხო, ნუ რა თქმა უნდა, რაღაცა თავის თავს ალბათ მიხედავს და ექნება ყველა ეს რაღაცა. მონტენეგრო უკეთესია მაგ ფუნქციისთვის რა, შესაძლოა. კი. და მონტენეგროში წყოლია მაგას ვიღაცა კავშირი აქვს, ხალხი გაუგზავნია ვიღაცა მკითხავები და მე მათი იმ კითხავის ქმარი, რა ვიცი, კიდე გაურკვეველი ტიპები ვიღაცებთან ეს ტიპი სულ ცდილობს, რომ შეინარჩუნოს როგორც ჩანს კავშირები და ეს არის მისი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, რაღაცა ბადე, ხო, რომელთანაც ის ინარჩუნებს რა კონტაქტს. მაგრამ ნუ ფაქტია, რომ შეერყა ეს საყოველთაო გავლენის მქონე ტიპის ავტორიტეტი რა, იმიტომ რომ ეხლა უკვე ამერიკიდან წამოსული სანქციები ამ მის წინა სტატუსს აუქმებს. პარალელურად ხედავთ ეხლა ამ ახალი ლიდერის აღზევებას, ხო? ეს არის კობახიძე, რომელიც უკვე აშკარად პოზიციონირებს როგორც არა ივანიშვილის მონა, ან ივანიშვილის პროექტი, არამედ დამოუკიდებელი რუსეთთან კავშირზე მყოფი უკვე ტიპი, რომელსაც აი პირადად ალბათ ეხლა შეიძლება ამ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ პირადად არის ტიპი, რომელსაც ვიღაცა თავისი გენერალი გამოუჩნდა. და ეს ამასთან პირად კავშირზეა რა, ეხლა კი, აგერ ბორია იქ არის ქვეყანაში, რაღაცას აკეთებს, მაგრამ მე და შენ ირაკლი მოდი ცალკე ვიქონიოთ კიდე რაღაც ჩვენი საქმე.
ანუ ფურცლებზე ჩვენ ვიმუშაოთ და კაბინეტიდან კაბინეტში ეს ფურცლები ვატაროთ და დავალებები გავცეთ და ბორია დატკბეს ცხოვრებით, ხო? ანუ ხო. კი. აი, ვაგზელებთ, ხო? ხო, რაღაც ტექნიკური ხარვეზი გქონდა აქ და ხო, ესე ვლაპარაკობთ რა, რომ ყობახიძე დამოუკიდებელ მოთამაშედ ყალიბდება, ხო? რა ვიცი, შენ როგორ ხედავ? დამოუკიდებლად არა, მაგრამ კარგად ანუ ისეთ ივანიშვილისგან დამოუკიდებელ. კი, რომელიც პირდაპირ სხვა ხაზზე არის დამოუკიდებელი და ივანიშვილისგან დამოუკიდებელი მოთამაშე. რომელსაც შეუძლია გადაგზავნილი მესიჯის ავტომატურად გადათარგმნა და იქვე გაჟღერება. ისე რომ არ დაფიქრდება, აი ეს მერე რას მოუტანს. რადგანაც მოვიდა მის იმეილზე, ისე იგი ასე არის საჭირო. სისტემამ დაუგენერირა, წაიკითხავს. იტყვის და გააკეთებს. ანუ ესეთი ტიპი არის. და არა ის რომ ბორია შენი ჭირიმე, აი მოდი ესე ხوار გავაკეთოთ და აი ამაში რას მოითხოვ და რა გინდა და ასე შემდეგ. არა, პირდაპირ აი დაუდებენ და კითხულობს რა. ეგ არის. ანუ რაღაცა ტელეფონი ჩაბარდა, დაამტკიცა მან რომ არის მშრომელი ბიჭი, აი ის არის რა ქვია, ერთი პოპულარული ავტორი რო ყავთ ეს ალქოჩარი. ესე იგი მისი ფავორიტი პოლიტიკოსია, ესეთი, რა ვიცი, ყოფილი მისი რუსეთის პროკურატურის კაგებეშნიკი რაღაცებს წიგნები რო დააწერინეს მერე ოცნებას რო დაურიგეს მასონები, ყველაფერი ეს deep state-ი რაც ლაპარაკობენ, ღრმა რაღაცაო, რა თქოს, ღრმა სახელმწიფო თუ როგორ ეძახიან არის. Deep State, კი. Deep State-ს ეძახიან, არ თარგმნეს, ხო? ღრმად არაო, ხო? სტიგმის წეულად აქვს, ხო? წარმოდგენილი ეს სახელმწიფო და ეს მაგის ეს ალქოჩარი რაღაცა მაგ წიგნებს იმას უშვრება, კაცო, უწერს და მაგმასალით ამარაგებდა, იმიტომ რომ რუსულად არის. მასონების რაღაცა ტრანსფორმირებული ვარიანტი არის ეს Deep State-ის. ანუ მაგაზე მოდი ახლა არ ხო, მაგაზე ახლა არ ვილაპარაკოთ, თუ გინდა ტრენდული თემაა, თანამედროვე YouTube-ზე, ან ძალიან ტრენდული თემაა, ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს ამ თემას, ან აი ერთი ჯგუფი ახლა აპოკალიფსისთვის რო ემზადება და 10 წლიანი საჭვლის მარაგს რო იმარაგებენ, ერთი ეგეთი ჯგუფი არსებობს, ეს მეორეა, რომელიც კიდე ამ ღრმა სახელმწიფოს იკვლევენ. და ნუ ფაქტია რომ აგერ ქართული ოცნება მედროშეთ წინ გაუძღვება ამ ჯგუფს, იმიტომ რომ სახელმწიფოს დონეზე აყვანილი იშვიათად მინახავს ესა რა, სახელმწიფოს დონეზე. აღიარება არის სერიოზული, უბრალოდ მასონებმა რა დაუშავა აი ამათ ვერ გავიგე, რომ ჩაანაცვლეს. ამათ კონკრეტულად ბიზინა ჩაანაცვლეს ყობახიძით, ისე თქვა ის. არ ვიცი, სავარაუდოდ რაღაცა საიდუმლო ორდენში გაერთიანდნენ, რომელიც ეხლა უპირისპირდებიან ემას რა ქვია მასონებს და ამათმა გადაწყვიტეს რომ თავის პოლიტიკური ძალაუფლება გამოიყენო და აი ეს თემა წამოწინა. მოკლედ ეს ერთი ეს ყობახიძე ამ ყველაფრის გამკეთებელია რა, მართალი მე გეთახვები რა, რომ ანუ რასაც ეტყვი, რასაც ჩასახებ, იმას ამოწევ. მეორე სხვათა შორის ის თვისებაც მან გამოაჩინა და გამოავლინა, ხო? ეს არის კადრების თამაშის შეყვანის თვისება რა, ანუ მას ყავს ეს თესეუს და მის რაღაცა ამ ორბიტაზე მოტრიალე ახალგაზრდა ტიპები, კონსტიტუციონალისტების ჯგუფი, რომელსაც ის რაღაც ნიშნავს. ხო, რაღაც თანამდებობებს. ეხლა აი მაგალითად უზენაესი სასამართლოდან ეს თადუმაძე გადაიყვანეს მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხო? მოადგილედ, მინისტრის მოადგილედ. ანუ სავარაუდოდ ამ ტიპს ამზადებენ მერე ახალ მინისტრად, ხო? ესეთი აი უკან რო უდგას ხოლმე, ესეთი ძალიან მოტივირებული ახალგაზრდა სახერ ეს რაღაცა ერთ-ერთი ყოფილი ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტი, რომელიც აი ეხლა დეპუტატად გაიყვანა, ხო? და ესეთი ტიპები ვიღაცებს ის პოულობს, სადაც ავსებს ამ ხურელებს და ნუ აი სადღაც შეუძლია ხელმომწერი ტიპი ყავდეს რა. ესეც რუსეთისთვის ესეც მნიშვნელოვანი ამბავი. იმიტომ რომ თუნდაც იგივე ბიუროკრატიულ სისტემაში რაღაცები უნდა მუშაობდეს, რომ თქვათ აი ეს სისტემა ამ ფუნქციობას ინარჩუნებდეს, ხო, მინიმალურ დონეზე და ნუ აი ესენი ამას აკეთებენ რა.
და მესამე მომენტი აქვს კიდე, ანუ შეუძლია ავტორიტარიზმის კანონების წერა. და რაღაც კანონების კითხვა, აი ბიზნესს რას არ შეუძლია, აი ბორიას, ხო? ეხლა დააყენე და კიდე რაღაცები წააკითხე. იმას შეუძლია ალბათ დაიბაროს ვიღაცაში, აგინოს, რაღაცა, რა ვიცი, გაათახსიროს, მიხვდება მაინც, რო დაავალებს ვიღაცას რაღაცის დაწერას. ის რო წაუკითხავს, მიხვდება და ეხლა ივანიშვილი. არა, ესკობახიძემ ეს რაღაცები იცის. შეუწორებს ეკამათება და ასე ანუ ესკობახიძე ისე გაგიკეთებს ამ დავალებებს, ისე შეგისრულებს, რომ აი თქვათ ქაღალდზე იქნება გაფორმებული რა. ნუ აი ეს ხალხი წყავთ რა, აი პაპუაშვილი, კობახიძე თქვათ, ესენი ქაღალდზე რაღაცას გიფორმებენ და თან დიპლომები აქვთ, ესეც მნიშვნელოვანია, ხო? აი დიპლომებიანი ტიპები არიან რა. ესე რომ აი ამ სისტემის გაპოხვა შეუძლიათ აი ეს რაღაც კაოტის წასვლა. ანუ რა გამოდის ეხლა? ჩვენ თავიდან აი ეს პროექტი რო დავიწყეთ, ვლაპარაკობდით, მოწინააღმდეგის ანალიზს ვაკეთებდით და აი ივანიშვილის კარტელი დავარქვით, ასე ვთქვათ, შენ თქვი და ძალიან ესეთ მეც აკყევი ამაში, რომ კარგი სახელი არის აი ამ მთელი ამ სისტემის აღსაწერად, რასაც უპირისპირდებოდი და ეს იყო ივანიშვილის კარტელი და ვთქვათ, აი პირობითა თუ სამ პირამიდად წარმოვიდგენდით, ამ პირამიდის თავში იყო ბიძინა ივანიშვილი, მის ქვემოთ იყო მისი პირადი დაცვა, რომლის საშუალებითაც ახორციელებდა დაცვას და შემდეგ ძალოვანები, ფორმიანები და ასე შემდეგ სხვადასხვა ინსტიტუტები ამ ყველაფრის ქვემოთ, ხო? და ეხლა რა გამოდის? ანუ ამ პირამიდას ორი თავი აქვს და შანაცვლებული არის თუ სადღაც ანუ აი მაგალითად აი ამ კობახიძემ რაღაც ზემოთ აიწია თუ აი ნუ რომელ კუთხეში არის ასე ვთქვათ აი ეს პირამიდა ხო არ დაგვეშალა თუ გაიყო ორად თუ ორი ცალი გვაქვს თუ ისევ გრუბულად გადაიქცა ანუ აი რაღაცა ცოტა სხვა სისტემა გვაქვს და ამ ყველაფერს ისევ ქვია ივანიშვილის კარტელი თუ არა აი ეგეც დასაფიქრებელი ამბავია ოღონდ ალბათ პასუხი ეხლა ვერ გვექნება მაგაზე ანუ კიდევ რაღაცა მეტი ინფორმაცია უნდა მოვიდეს სავარაუდოდ რა ხო, მოკლედ, აი როგორც ჩვენ ეხლა დასვიკითხო, ხო, რასთან გვაქვს საქმე? მე მგონია, ჩვენ გვაქვს საქმე ოჯახის დაყოფასთან, ოღონდ არა კონფრონტაციულ რეჟიმთან, არამედ უბრალოდ ოჯახის დაყოფასთან მეტი სივრცის მოცვის მიზნით რა. ანუ ხეოფსის პირამიდის გვერდით პატარა ახალი პირამიდა გაჩნდა? თუ ანუ არ ვიცი, მართალი გითხრა, ეგრე შეიძლება თუ არა შევადარო, მაგრამ აი ფილმი რო აიღო ნათლი მამა, რომელიც ახლა ბევრს აქვს ნანახი და ადეკვატურია რა, იმიტომ რომ ეგეთი ტიპები არიან, ესენიც კრიმინალები არიან რა და ეს კრიმინალურ წესრიგს კარტელი მაფია. ხო, კარტელი მაფია ეგეთი არიან. ანუ კლემენცამ გადაწყვიტა თავისი ოჯახი შექმნას. და აი დონი ცალკეა და ეს ცალკეა რა, იმიტომ რომ რეალობა შეიცვალა, ანუ იქ რაღაცა მოხდა რაღაცეები, ეხლა ფილმში უბრალოდ დონი მოკვდება, მაგრამ ნუ აქ ბიძინა ივანიშვილი ჯერ ცოცხალია, მაგრამ აი ეს ახალი რეალობა არის რა, რომ თქვათ პირობები შეიცვალა, სანქციებია, რაღაცეები, ახალი წესრიგია და საჭიროება არის ახლებური სისტემის მოწყობის და აი ახალი სივრცის ათვისების და ახალი პატარა დონი შეიქმნა. რომელსაც ახლა უნდა რომ თავის მაგალითში ორი დამოუკიდებელი ოჯახია თითქოს რა და აქ ამ შემთხვევაში კიდევ ზემოთ ყავთ პატრონები და აი მაგ სამეულში როგორ ლაგდება ეგ იცი როგორ არის, უბრალოდ იმ მაგალითში რაღაცა ეს კრიმინალებს ჰქონდათ თავისი მრგვალი მაგიდა. და იქ იკრიბებოდნენ და ეს მრგვალი მაგიდა იყო რა პატრონი და აი აქ ამ ქართულ რეალობაში ეგ მრგვალი მაგიდა არ არის რა, არის რაღაცა რუსული შტაბი, რომელიც ამათ მართავს და ეხა იმ შტაბს ყავს ორი დრონი რა, ერთი რაღაცა თავის საქმეს შეუსრულებს, თავის სპეციალიზაცია აქვს და მეორე შექმნეს ახლა, რომელსაც თავის სპეციალიზაცია აქვს და ნუ ამ დრონსაც ჭირდება. მე რთული ამბავი მგონია რა. ეგ მგონია იმდენად რთული, რომ ამათ ერთმანეთში აი ეს ნარცისა ფსიქოპატი ტიპები ესე გაყოფილი გაიყონ
რაღაც გავლენის სფეროები და ვინ რა უნდა აკეთოს და ეს რაღაცნაირად ესე მეგობრულად, ასე ვთქვათ, თანაცხოვრება შეძლონ, ძალიან მეპარება. ნუ ეგ არ ვიცი, მაგრამ ეგ არ ვიცი, ეხლა როგორ განვითარდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ბოლომდე კარგად არ გვესმის, ხო? ანუ იქ ოთახში ჩვენ არა ვართ და ხო, ვერ ვხედავთ აქ, მაგრამ სავარაუდოდ რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ აი იმ დაკვირვებით, რასაც უყურებთ, არის რა, რომ 90-იან წლებში პრორუსული პოლიტიკური კლასი ვერ შედგა, ანუ იყო სამოქალაქო ომი, რომელსაც გაზდევდა ხაზად დასავლური ორიენტაცია. ქუჩაში ავტომატით დარბოდნენ ტიპები და ანუ ლაპარაკობდნენ დასავლეთზე, იდეაში, ანუ ამ ჩვეულებრივად რომ აი დასავლელი ტიპები დემოკრატია და რაღაცა ეს იყო და ანუ ვერ შედგა ეს რაღაცა რომ როგორ დავკარგეთ საბჭოთა კავშირი, აი ეს ემოცია პანტელეიმონ გიორგაძის პენსიონერების კლუბში იყო რა, იმას პროცენტი საერთოდ არ ქონდა რა, ანუ რაღაცა 50 ტიპი დღეს აგრძელებს ამ საქმეს, აი გრიშა ონიანი. აი კაცო, გრიშა ონიანი არავინ არ არის რა პოლიტიკური თვალსაზრისით ეხლა კაცო, რაღაცი არის თავისთვის. რაღაც სტალინის ძეგლებს აგროვებს ხო. განსხვავებით ბევრ აღმოსავლურ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც რუსეთმა შეძლო თავისი გავლენების შენარჩუნება გარკვეულ წრეებში და იმდენად შეძლო ეს გავლენები და არა მარტო აღმოსავლურ, ახლა დასავლურ ევროპულ სახელმწიფოებში იმდენად გაავრცელა ეს, რომ იქ უკვე და ამ სახელმწიფოებში პოლიტიკური ელიტა ლაპარაკობს ამ გავლენების პრობლემურ ბუნებაზე და პრობლემურ ხასიათზე ეს მარტო დეზინფორმაცია არ არის. რომ აი რაღაც მედიით გადის ინფორმაცია და Facebook-ზე რაღაცა ტროლები და რაღაცები არა, სინამდვილეში ლაპარაკია რომ რუსეთს ბიზნესშიც ყავდა საყრდენი, პოლიტიკაშიც ყავს დასაყრდენი. ხო, აი საქართველოს შემთხვევაში ხაცა ეს თალად ვერ აეწყო ეს რუსეთისთვის ეს სისტემა. ასე რომ კობახიძე ჩემი აზრით არის რუსეთის ახალი თაობის პრორუსული ბოლშევიკების სიმბოლო. და ამ ტიპს თავის გარშემო აი ეხლა უნდა შექმნას კლასი, რომელიც დასავლური ორიენტაციის თვალსაზრისით არის სუიციდური კლასი, ანუ იქ ეს კლასი არასდროს არ იქნება, ეს პოლიტიკური ჯგუფი იქ არასდროს არ იქნება და შესაბამისად ეს იქნება პირდაპირ პრორუსული ჯგუფი. რა, ანუ უფრო რადიკალურ პრორუსულ მოდელს ამუშავებს ეხლა რუსეთი საქართველოსთვის. და ნუ აი არ გამოვა ეგ სხვა არის, მაგრამ ის ხო თავისას ცდილობს. მე მგონი აი ამავთან გვაქვს საქმე რა, რომ ის თავისას ცდილობს და ეხლა აი ცდილობს რომ კობახიძის გარშემო შეკრიბოს ახალგაზრდა სახეები, აქ ლაპარაკია 25-დან თქვათ რაღაცა 50 წლამდე, ნუ არა 40 წლამდე, 25-დან 40 წლამდე ალბათ ტიპები და აი მათ შეუქმნან განცდა იმისა, რომ ისინი სადღაც წინაურდებიან, რაღაც თანამდებობებს იღებენ, სტატუს სოციალურს და აი ტროლ ფაბრიკით ეს ემოციაც და ენთუზიაზმით შეძინონ და ის რომ აი თქვენ მარტოები არ ხართ, ნახე, ხალხი თქვენს გვერდშია და სად უნდა შექმნან რუს პოლიტიკოსები. აი ამას მე მგონი ახლა ვაკვირდებით რა და კობახიძე ჩემთვის ამის სიმბოლოა. ოკეი, ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? მოდი ამ თემასაც შევეხოთ. საით მივდივართ? რაზე, ჩვენზე ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში და რას უპირისპირებთ ამ ყველაფერს, ან რა უნდა დაუპირისპიროთ. შენ ამბობდი ეროვნულ თანხმობაზე. ლაპარაკობდი. იცი რა, თუ იქიდან რუსეთი ქმნის პოლიტიკურ კლასს, ჩვენ ბუნებრივია რომ პოლიტიკურ კლასზე უნდა ვლაპარაკობდეთ, ხო? სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ კლასზე, ხო? და იმიტომ რომ აი პრორუსულ ჯგუფს რაღაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ვერაფრით ვერ ვაკავშირებ რა. იქ არის პახანატი, ეს რუსული ტერმინია, სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსებმა თვითონ შექმნეს პახანატი, ესე იგი თანხანი, თანპახანია ეს რაღაც კრიმინალური ტიპი და გამოდის პახანატი. იმათ არის კობახიძის პახანატი, ან ივანიშვილის პახანატია რა. და იქ სამოქალაქო საზოგადოებამ ალტერნატივა უნდა შექმნას. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა.
ეხლა მაგალითად სალომე ზურაბიშვილია რაღაც ლიდერად წარმოდგენილი, ხო? მაგრამ რეალურად ყველა ხვდებით, რომ ეს სიმბოლური ლიდერია, მას არც კოორდინაციის არანაირი კულტურა არ გააჩნია, ეს დადასტურდა ბევრი უკვე გამოცდილებით, ან კოორდინაციას ის ეძახის რაღაც შეხვედრებს, მე ამ შეხვედრების მერე ის რაღაც თავისას აკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს ისთან რას შეათანხმებს. ხო, სხვანაირად აღიქოს. ხო, ამიტომ მართალი გითხრათ, საყოველთაო ნდობაც აქამდე ეგრე არ ქონდა სალომე ზურაბიშვილს რა, იმიტომ რომ იქ ომის თემაზე წინააღმდეგობრივი ამბავი, იქ 2018 წლის არჩევნები წინააღმდეგობრივი ამბავი, იქ მისი ბიძაშვილის თუ არ ვიცი მამიდაშვილის საეჭო კავშირები რუსულ ინტერესებთან საფრანგეთში, ეხა ის ხალი მტარია, მაგრამ სანამ იყო ცოცხალი იყო, ეს ამბები, ანუ მას დამძიმებული წარსული აქვს და ესე იგი საკმაოდ უკვე ასაკიანი ადამიანიც არის რა, ეხა ეგ რამდენად იქნება ახალი სამოქალაქო საზოგადოების სახე, არ ვიცი, ცოტა რთულია. კი, შეიძლება სიმბოლურად ინარჩუნებდეს ამ თავის სტატუსს, მაგრამ ეს ერთი ნაწილია ამ ყველაფრის. რეალურად გვჭირდება მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს პროდასავლურ საზოგადოებას. ხო, ქმედითი. ქმედითი მექანიზმი რა, რომელიც ამ ერთ ადამიანზე ხო, რაღაცა ქმედითი მექანიზმი რა, ხო, სადაც ეხა მაგალითად მუდმივად რაღაცა ძველი სახეები, რომელიც უამრავ ტვირთს ატარებენ ამ ქართული ოცნების პირობებში რო იყვნენ და ეხლა რო თქვათ მას უპირისპირდებიან, ეს ერთი ნაწილია, თქვათ ამ შეიძლება წინააღმდეგობის, მაგრამ ეგ ვერ იქნება წამყვანი ნაწილი. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ადამიანები, რომელიც არ არიან დამძიმებული ამ ქართული ოცნების ტვირთით. და აი ამის მოძებნა გამოკვეთა ამ რაღაცა ჯგუფის წარმოდგენა, რომელიც შეძლებს, რომელსაც სურვილი ექნება ამ ბრძოლაში იყოს და რომელსაც ექნება შესაბამისი ფსიქიკური მდგრადობა, გამძლეობა, რომ გაიაროს ამ ბრძოლაში, იმიტომ ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გავიაროთ, რა ვიცი, ეს სისტემა უნდა შეიქმნას. ეს არ არის მარტივი ამბავი რა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ვითომ იყო რაღაცა მოლაპარაკებების ფორმატი, ხო, სადაც აი პოლიტიკური პარტიის პარტიების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. რა ვიცი, ეს ფორმატები ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან პასიურ მდგომარეობაშია გადასული. ალბათ და გამოცდილი ხალხი ვინც არის ეხლა ამ ფორმატებში, ალბათ ელოდებიან მომენტს. როდის იქნება მომენტი, როცა მათ გამოჩენას არ მოყვება აღშფოთება და ისინი თქვათ რაღაცა თავის ლეგიტიმაციას ზე მუშაობას დაიწყებენ, არ ვიცი, ეს ერთი ამბავი. მაგრამ მეორე ამბავია, რომ ორგანიზაცია, სისტემა, პროტესტ ფორმა დღემდე ასე არ აქვს რა და ექნება თუ არ ექნება, ჩემთვის ახლა ეგ არის მთავარი კითხვა. იმიტომ რომ მართლა განსხვავებული ადამიანები უნდა მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ შექმნან რაღაცა პროტესტის სისტემა, რომელიც ახლა საერთაშორისო ლეგიტიმაცია დაკარგული გაქვს. ეს ძალიან რთული მდგომარეობაა. ახალი რეალობა თქო შეიძლება ეგრე ვერ თქვა, იმიტომ რომ ბოლომდე ლეგიტიმაცია გამსახურდიას რეჟიმსაც არ ქონდა, ხო? ანუ გამსახურდიას რეჟიმის აღიარება ძალიან ნელი ტემპით მიდიოდა. მაშინ საერთოდ ქვეყნის აღიარება ხო, მაშინ საბჭოთა კავშირი კიდე იყო. ხო. ასე რომ ის კი ხო, გამსახურდიას კი გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლად, მაგრამ ეს საერთაშორისო ლეგიტიმაციამდე სანამ მივიდა კი დაამხეს. ხო, მე მახსოვს რაღაცა უკრაინამ რო გვაღიარა და მიტინგი და ზეიმი იყო, ხო, ანუ აღიარება ზოგადად ქვეყნის აღიარებასაც ქონდა პრობლემები თქო ვერ ვიტყვი იგვიანებდა ასე ვთქვათ. კი არა და ხო, ანუ არ იყო ესე აღიარებული საყოველთაოდ არ იყო აღიარებული რა, ხო. კი გაეროში იყო. ეხლა არ მინდა, კი, გაეროს თემა იყო, მაგრამ ბევრი გავლენიანი სახელმწიფო ჯერ კიდე რიგში იყო, რომ ეღიარებინათ. და ეს ერთი მდგომარეობაა, ვთქვათ. ეს არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორშიც დღეს არის.
საქართველოს, იმიტომ რომ მაშინ ეს იყო ამხელა სისტემის ტრანსფორმაციის ნაწილი, ან საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციის ნაწილი იყო და ამის გააზრება ჯერ კიდე ასე ვთქვათ სოფლიოში ჯერ კიდე მიდიოდა რა ხდებოდა. მაშინ სისტემიდან გამოსვლა იყო, კი, აბა რა, ხო. გამოსულები ვიყავით და ეხლა ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ ხო და ეხლა ჩვეულებრივად აღიარებული სისტემა ხარ, მუშაობ და უცბად დაკარგე ეს ნაწილი. ეხლა საერთოდ ახალი რეალობაა. და ეს რეალობა მე მგონი კარგად გასააზრებლად ძალიან რთული რეალობაა, როცა კარგავს სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვან ნიშანს. და ამ დროს უკვე როგორ უნდა მოიქცე, ხო? აი, ყოფილა ეგეთი რაღაცები, სადღაც სამოქალაქო ომი დაწყებულა, იქ რაღაცა ხუნტა მისულა, ძალაუფლება ხელში ჩაუგდია, მე აღიარება არ ქონია. ეს არის ძალაუფლების ვაკუუმია. ანუ ეს არის პოლიტიკური ვაკუუმი, რომელშიც გრძელდება ეხლა ჩვენი სახელმწიფო. იქ შედარებით სწრაფად და სწრაფი ტემპებით გამოსწორდება, მას შემდეგ თუ მოახერხეთ ივანიშვილის რეჟიმის გაშვება. არა, ეგ ეგრევე გამოსწორდება. ხო, ეგრევე გამოსწორდება, მაგრამ თუ ვერ მოახერხეთ, მაშინ გარკვეული დრო უნდა დაუთმოთ იმას, რომ შეიქმნას ეგ სისტემა, სტრუქტურა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩაანაცვლებს იმ რაღაცა კარტელს, როდესაც მოვა ის დრო. აი, მოდი ახლა ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ პირველი ეგრე ფაქტია, რომ უკვე 53 დღეა დღეს პროტესტის. ხო და ანუ 53 დღე არ არის ახლა უცხო ამ ხელა პროტესტზე ლაპარაკობთ ახლა ჩვენ თითქოს, მაგრამ არ დაგვაუწყდესო 20 წელსაც იყო ხანგრძლივი პროტესტი. ხა მაშინ 100 დღემდე გაგრძელდა, კი 100 დღისკენ და კაიხნის 100 დღემდეც კაიხნით ადრე უკვე არ იყო მასიური პროტესტი, მაგრამ დღემდე ნარჩუნდება მასიური პროტესტი, ხო? და საკმაოდ ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ აი ნიშნები არის იმისა, რომ ეს პროტესტი შეიძლება უბრალოდ ვთქვათ რაღაცა რუტინულ სიმბოლურ პროტესტის სიმბოლურ დაფიქსირებად დარჩეს. თუ ეს ასე იქნება, სისტემას ეს არსებობის საფრთხეს არ შეუქმნის. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სისტემის არსებობას ასეთი პროტესტის საფრთხე არ შეექმნის. თუ ჩვენ ველოდებით რაღაც ხელსაყრელ მომენტს, როდესაც პროტესტი უფრო აქტუალური უნდა გახდეს, მაშინ ამ ხელსაყრელი მომენტისთვის უნდა მოვემზადოთ. ხო, ეგ არის. არ ველოდებით, მაშინ, რა ვიცი, შეგვიძლია არ მოვემზადოთ და ვთქვათ, რომ აი, რაც იქნება იყოს რა. ეგეც გეგმაა რა. აი, რაც იქნება იყოს. ხო, მაგრამ მე იმაში გეთანხმები, რომ თუ სისტემასთან გადაკვეთა არ ხდება, ანუ მოწინააღმდეგესთან გადაკვეთა არ ხდება, მაშინ და ბრძოლაც არ არის, აწხახუნის ძალა არ არის და რაღაც პარალელურ რეალობაში თუ მიდის, ასე ვთქვათ, პროტესტი და პარალელურ რეალობაში, გვერდითა რეალობაში, ასე ვთქვათ, ხელისუფლება პირობითად ხელისუფლება რაღაც მართავს და ამათ შორის შეხების წერტილები არ არის, პროტესტიც ვერაფერს ვერ აუნებს. არა, თავისთვის არის რა. ანუ შენთვის ხარ, ის თავისთვის არის რა. აი, მაგალითად, რუსეთში არსებობს ეგეთი. არ არის, კი. ხო, ვირტუალური რუსეთი არსებობს. თავისთვის არიან რა YouTube-ზე. ეხლა რუსეთმა YouTube შეანელა და ანუ ვეღარ ხედავს ამბავს, აი კი, შედიხარ ვიდეოებს აწერეს 3 მილიონი, ნახო აი რუსულ ვიდეოებს რაღაც ესეთი ისინი რო ყავთ, რა ქვია, პოლიტიკური მოძრაობა, აი ნავალნის ხალხია თუ ვიღაცა, იმას აქ მილიონობით ნახო აქ რა, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა გადათარგმნი თელ, ასე ვთქვათ, რუსეთის მასშტაბში, აღმოაჩენ, რომ აი, რა ვიცი, რაღაცა შეიძლება პროცენტი იყოს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კიდე გარეთ უყურებს სხვები, ვისაც რუსეთთან პირდაპირ კავშირი არც აქვს და აი შეიძლება ოკეი 1% არის აი ამ ოპოზიციურ ამბავში ჩართული. 1%, 2% კაი, ჩანდაბა 3 კაცო თქვი, 4 თქვი, 5 თქვი, 95 ხო არ არის. ხო და ეგ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი. უბრალოდ პროტესტის შენარჩუნება იმ მომენტამდე და მე მგონია, რომ ეს მომენტი ახლოს არის. აი, სერიოზული დახმარების მოსვლამდე რა.
კი, მაგრამ უყურე იმიტომ რომ მაშველი გამოგვიჩნდა ჩვენს მარტო ხელისუფლებას ხო ყავს? კი, მაგრამ უყურე პროტესტი კი არ უნდა შეინარჩუნო მაშინ პროტესტი კი არ უნდა შეინარჩუნო. მაშინ უნდა სცადო და შექმნა სისტემა, რომლითაც მზად იქნები სწრაფად რეაგირებისთვის, რომ არ დაუშვა ცუდი ქაოსი. ხო, ანუ რაღაცა ტრანზიციის მენეჯმენტი შეძლო და ეს კითხვები ყოველთვის ჩნდება. შენ ვინახარ, შენ რა შეგიძლია, რომ ელაპარაკები აქ რაღაცას? და შენ უთხრა რა შეგიძლია რა და საქმითაც უნდა შეგეძლოს ამის დამტკიცება. მარტო თქმა კი არ უნდა შეგეძლოს. აი ვინმე რო გითხრას მაგალითად, აი მზად ხარ რომ გადაიბაროს სახელმწიფო? აბა ვინ არის მზად რომ გადაიბაროს სახელმწიფო და აბა სად არის ძალა? ხო, კი, ვხედავთ რომ ადამიანები აღშფოთებულები არიან. აი მერე ჩვენ ხო ლაპარაკობთ იმაზე რომ რაღაცა მდგრადი უნდა იყოს, რაღაცა უნდა იყოს სანდოვოსთანაც ურთიერთობა შეიძლება. ეხლა მაგალითად სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად კი პრეზიდენტია, რომელიც ამბობს მე პრეზიდენტობა არ დამიკარგავს და კი ოფიციალურ წარმომადგენლად მიიჩნია დასავლურმა სამყარომ. ეხლა თქვათ წავა სადღაც შეხვედრებზე მივდივარ რაღაცა ის მაგის სასწავლო პროგრამით რაღაცა ოკეი და რაღაცა ამ ნაწილს აკეთებს ხო თითქოს ასე მაგრამ მაგის საკმაოდ ცუდი кейსებიც არსებობს არა მაგრამ ეგ ხო არ არის ინსტიტუცია ხო ეხლა გამარტო ერთი ადამიანი გამოდის საბოლოო ჯამში ხო ბელორუსია არის სინამდვილეში ხო ანუ რაღაც ახლა ბელორუსული მოდელი პრეზიდენტი ოღონდ ქვეყნის გარეთ რომელიც დადის და შეხვედრებს მართავს და არის აღიარებული და ქვეყნის შიგნით დე-ფაქტო ტიპი რომელიც მართავს რა. ქვეყნის შიგნით ამ წუთისთვის ოღონდ საბედნიეროდ ქვეყნის შიგნით ბელორუსია ჯერ კიდე არ გვაქვს, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით არა, ხო? ხო, იმიტომ რომ შიგნით მოდელი კი მაგრამ ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ არის საკმაოდ დამუხტული წინააღმდეგობის კედელი მთავრობის ავტორიტარიზმისთვის და თავხედობისთვის. მთავრობა რა თქმა უნდა მუშაობს, რომ ამ კედელში ნახრეტების შექმნას და საბოლოო ჯამში ეს კედელი დაშალოს და იგივე იღებს ხოლმე რა, აი ხუიშიც იღებს, კი, მაგრამ არ ვიფიქროთ, რომ ეს რა ქვია, რაღაცა ძალა შენარჩუნდება მუდმივად სამოქალაქო საზოგადოების მხარეს, თუ ამას ფორმა არ მიეცა. თუ არ მოწესრიგდა, ორგანიზდა, როგორც ძალა რა, ანუ წინააღმდეგობის მოძრაობამ უნდა შეიძინოს უფრო მკაფიო ფორმა. დღეს ფორმა რა არის წინააღმდეგობის მოძრაობის? შეკრება და Facebook-ის კომუნიკაციის სისტემა პლუს რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს, რომ რეაგირება იყოს სწრაფი. პლუს არსებობს რაღაცა პოლიტიკური პარტიები ისიც პარალელურ რეალობაში ამბობს. ეს პოლიტიკური პარტიებიც არსებობს, მაგრამ აი რაღაცნაირად აღარ იკითხება მათი აქტიური როლი. არა და ეხლა ძალიან გვჭირდება, რომ სისტემა იყოს უფრო მეტად პოლიტიკურად ორგანიზებული. ეს უნდა იყოს, ანუ ეხლა პოლიტიკური პარტიები უნდა ქმნიდნენ სისტემას რეალურად. ხო. და სამოქალაქო საზოგადოება ეჯიბრებოდეს და თვითონაც ქმნიდეს რაღაც სისტემას და ან ეჯიბრებოდეს, ქმნიდეს, ან ხდებოდეს არა, სინერგია, ხო? შეთანხმება. აი უყურე პოლიტიკური პარტიების კრიტიკა ძირითადად რაც მე პირადად ჩემი კრიტიკა თუ ყოფილა ოდესმე და გამიგია კიდე სხვისგან რაღაც კრიტიკა, ეს ყოფილა რა? სისტემები არიან დახურულები, რამდენიმე ლიდერის გარშემო მოძრაობს, რომელიც ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და არ აძლევს საშუალებას ვიღაცა ტიპებს განვითარდნენ ამ სისტემის შიგნით რა, ანუ სისხლის ბრძოლაში, ხელჩართულ ბრძოლაში, სისხლის ბრძოლაში ერთვება საკუთარი პარტიის წევრების მიმართ შიგნით და ნუ იქ როგორც ჩანს ეს რესურსი საკმარისი არ არის რომ დაამხონ ეს ლიდერები, იმიტომ რომ ცივილიზებული ჩანაცვლების სისტემები არ არსებობს. უნდა დაამხო ვიღაცა პარტიის შიგნით თუ გინდა რომ მოიპოვო ხმის უფლება შიგნით, ხო? აი ეს დამხობა არ გამოდის რა, პატარა რესურსია, ჩაკეტილი პატარა კლუბები და ნუ ესე გრძელდება. თუ ვლაპარაკობთ რაღაცა ახალზე, ეს ახალი რას ნიშნავს? რომ არსებობს რაღაცა შიდა გაჯანსაღების მექანიზმი.
სამართლიანი, გონივრული, პროპორციული, ხო? ვიღაცას, ვისაც 500 ადამიანი ყავს მომხრე, აქვს თავისი ადგილი, ვისაც 5000 ყავს, აქვს თავისი ადგილი, ვისაც 50000 ყავს, იმას აქვს თავისი ადგილი. თავისი წონა ვიღაცა ეგუება იმ ფაქტს, რომ შეიძლება სადღაც არ იყოს, მაგრამ ამ ბრძოლას არ აზიანებს, იმიტომ რომ, ეგრეა რა, მეორე დღეს შეიძლება ის იყოს. რაღაცა გონივრული შეთანხმებები არის მიღწეული. მაგალითად, ითქვა, რომ 2% უნდა იყოს ბარიერი, ხო? რატო ითქვა, ამიტომ ითქვა, ეს გავლილი ეტაპია. დამთავრდა, ითქვა. ეხლა ოკეი, ეგ არ შესრულდა. არავინ არ მოითხოვა ეგ ბარიერი. იყო და მე აღარ იყო და იყო და არავინ ყველამ გაატარა. ოკეი, გავიდეთ. ეხლა ეგ იყო თამაში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ არ შევიდა. ერთი ნაწილი, რამდენიმე ჯგუფი აქტიურად ვითხოვდით ამ პროცესში რაღაცა მეციცხადეს, მოვითხოვდით ამ მოთხოვნას ვაყენებდით. უდიდესმა ნაწილმა მოთხოვნა, რომელიც ეწერა. ანუ თითქოს იმათი საქმე, ანუ პოლიტიკური პარტიების ველი არის და ხელისუფლების და ასე შემდეგ. არ ეტანები, იმიტომ რომ მათივე ინტერესში შედის და ხო და უყურე, აი ეგრე აღიქვა. იბრძვიან ამისთვის. უნდა იბრძოლონ, იმიტომ რომ მათივე ინტერესებში არის და ამ დროს არ იბრძვიან. ხო და აი ეგრევე აღიქვა NGO-ების დიდმა ნაწილმა და თქვა, რომ აი ეგ პოლიტიკური პარტიების თემაა და მოდი იმათ არ არსებობს პოლიტიკური პარტიების თემა და პოლიტიკური პარტიების მიღმა თემა. ანუ თუ ვაპყობთ, რომ პოლიტიკური თემაა, მაშინ ეს თემა არის ყველასთვის აქტუალური. უბრალოდ თვალებში ქვიშას ნუმაყრით თუ ნაცარს და მეუბნები, რომ ეს ვიღაცის თემა, ან იმას რაღაცა სხვა პრიორიტეტი. არა, შეთანხმება იყო, შეთანხმება არ შესრულდა, არაგონივრული არგუმენტები, არადამაჯერებელი არგუმენტები, თავის დაძვრენის ცდელობა თემიდან გასაგებია, ცუდია. უყურე, ეს ჩანს. და ეს რო ჩანს, შესაბამისი ემოციური რეაქციები ამას მოყვება, საზოგადოება ამას ხედავს. ზუსტად ასეთივე ემოციური რეაქცია ექნება საზოგადოებას დღეს ახალი ტიპის შეთანხმებებზე, რომელიც დაიდება, არ შესრულდება, ან ვერ დაიდება, ან არ დაიდება. იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა ღიად, ანუ ხაზებს შორისაც ვკითხულობთ. ყოფნის ამის ცივილიზაციაც, გამოცდილებაც და ეხლა ორჯერ ორს ზოგჯერ არ უმატებთ და ჯამს არ უყურებთ ხოლმე, მაგრამ აი ზოგჯერ მიუმატებთ ხოლმე. და ვიტყვით რომ კაცო, ეს ადგილზეა. რატო არ ხდება ეს? და აი ამ კითხვას არ უნდა ვსვამდეთ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ სისტემა ვერ მუშაობს. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ გავმართოთ სისტემა, ანუ გქონდეს მექანიზმი, რომელიც ამ არსებულ ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას ერთიან სივრცეში რაღაცა შეთანხმების შესაძლებლობას მისცემს. შეიძლება ეს იყოს დაწერილი ტექსტიდან დაწყებული შეთანხმება, და იყოს დაწერილი ტექსტიდან დაწყებული შეთანხმება. შეიძლება ეს გადაითარგმნოს მერე რაიმე ერთიან, ასე ვთქვათ, ამას რას ეძახიან ხოლმე კაცო, შიდა არჩევნებს რო ატარებენ რა, პოლიტიკური პარტიები თავისივე ლიდერების გამკვეთას. ხო, გამახსენდება. ანუ შეიძლება იყოს რაღაცა ეს შიდა არჩევნების სისტემაც კი და გამოიკვეთოს რაღაცა გუნდი, რომელსაც ჩვენ დავარქმევთ რაღაც ჭრილოვან მთავრობას და ვიტყვით, რომ ვიცი რა, ეს გუნდი არის ალტერნატივა, რომელშიც მიიღება რაღაცა გადაწყვეტილებები, რომელიც წარმოადგენს რაღაცა პროტესტის საზოგადოებას და ლაპარაკობს მის სახით. მესმის ურთულესი პროცესია. მაშინვე შემოეტენება მთელი ქოცური აქტივი ამ პროცესში დესტაბილიზაციის მცდელობები იქნება, უამრავი რაღაცები იქნება. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ უსაფრთხო ფორმები ამის კეთების, მოვიხედოთ, ერთმანეთს დავაკვირდეთ, ვნახოთ, ვინ არის ჩართული პროტესტში, ვინ როგორ რა ფორმით არის და ვცადოთ მაქსიმალურად გამოვკვეთოთ. აი ეს ყველაზე აქტიური ნაწილი და ამ აქტიურ ნაწილს დაუჭიროთ მხარი. ხო, ანუ ვიღაცა წარმოადგინოს. და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იდეალური, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე 40 დღე რო აქტიური პროტესტი მიდის, აი ამ პროტესტში ჩართული ადამიანები ერთმანეთს ცნობენ. და ეხლა მათთან დაკავშირებული ადამიანები, მე მგონი მაგალითად, აი ვინც ესე პირდაპირ აქტიურად ქვეყანაში ჩართული არა ვართ ამ ყველაფერში, უნდა ვთქვათ, რომ იცი რა, ჩვენ ეხლა მეორე რიგიდან მხარს დაუჭერთ
ვიღაც ტიპებს, რომელიც აი აქტიურად არიან და ხედავთ და დაუჯერთ ამ მხარს, რომ ჩავთვალოთ ესენი გადავასახელოთ პროტესტის სახით. კი, ეს ამ ადამიანებს შეიძლება აქციოს ეს ადამიანები პირდაპირ სამიზნეთ, მაგრამ მოდი იმაზეც ვილაპარაკოთ, რომ ეხლა უკვე სამიზნე არის ძალიან ბევრი. ანუ ავტორიტარიზმის სამიზნე უკვე ძალიან ბევრი და თუ ავტორიტარიზმს მიეცა საშუალება განვითარების გადარჩენის, ის აუცილებლად ნელ-ნელა დაიწყებს ვიღაც ტიპების გამოკლებას პროტესტით. ეგ პროცესია და მაგას აკეთებს ოღონდ, ხო? ხო, აბა რუსული მოდელი ეგ არის. ურეკავს და ურეკავს ხალხს და იბარებს, რა თქმა უნდა. ხო, რუსული მოდელი ეგ არის, ხო? ასე რომ ამ მსჯელობის არ უნდა გვეშინოდეს, მე მგონი რა, ანუ ვარიანტებზე ფიქრის არ უნდა გვეშინოდეს. სცენარები უნდა შევქმნათ, სისტემა უნდა შევქმნათ. თორემ მხოლოდ სისტემით შევძლებთ ძალაუფლების, აი დღევანდელი არსებული, აი ამ ცენტრისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. და სერიოზული წინააღმდეგობა ის, რაც მას აჩერებს. თორე როგორც კი წინააღმდეგობა დუნდება, ის მაშინვე გადმოდის შეტევაზე. მაშინვე აკეთებს ყველაფერს, რაც გაცხადებული ქონდა. კი ბატონო. რაღაცა მე ახარ? კი. ხო, რაღაც ის. დრომეწურება იმის ტელეფონის. ხო, კი ბატონო. რაღაცნაირად ჩვენც მე მგონი გავედით თითქოს ახლა ამ თემის ბოლოსკენ და არ მგონი მაინდა-მაინც თითქოს გარკვეულად ახლა ჩვენც რო ლაპარაკობდით სანამ ჩაწერას დავიწყებდით ეს მოდელი ამ წუთისთვის ესე არ არის არა ხო ალბათ არავის არა აქვს და ვერავინ ესე მზა რაღაცას ვერ გეტყვის მაგრამ ბევრი რამე შეიძლება სპონტანურიც იყოს რა ამერიკელებმა კონსტიტუცია დაწერეს ხო სპონტანურად არ ქონდათ დაგეგმილი მაგრამ აი რომ შეიკრიბნენ ადგილ და კონსტიტუცია დაწერეს რა მაგრამ აი ეს წარმომადგენლობის იდეა უნდა ვცადოთ და რაღაცნაირად უნდა განვახორციელოთ იქნება ეს გეოგრაფიული თუ იქნება ეს ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლობა კი ვიღაცას ყოველთვის შეიძლება გაუჩნდეს კითხვა რა ანუ როგორ რანაირად მაგრამ ეს მე შეიძლება უბრალოდ ფაქტობრივი მდგომარეობითაც შევინარჩუნოთ იმ მომენტამდე სანამ ლეგიტიმურ სტრუქტურას შევქმნით იმიტომ რომ ლეგიტიმური სტრუქტურები გვაქვს შესაქმნელი ახალი არჩევნები ჩასატარებელია და აქამდე მისვლას სჭირდება ალბათ მე უფრო იმაზრისკენ ვარ რომ ცოტა მეტი ორგანიზაცია. ხო, თუმცა შეიძლება სწრაფადაც დაგვეცეს ეგ არჩევნები თავში, შეიძლება არც ისე სწრაფად და ბრძოლაც დაგჭირდეს, ამას ვერ გავთვლით ახლა. შეიძლება უცბად მოხდეს ეგ და უცბად არჩევნები, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც კი რაღაც სტრუქტურულად და დაალაგებულად შესვლა მაგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, წარმატების გარკვეული წინაპირობა. ალბათობას ზრდი, ხო? წარმატების ალბათობას ზრდი რა. ანუ მე ზოგადად ვემხრობოდი ყოველთვის რაღაცა უფრო ერთიანი სიას, ერთიანი სიით გასვლას, ერთიანი წესრიგით გასვლას, ну, რა ვიცი, ვიღაცას ესეთი ამბიცია აქვს, ვიღაცას ისეთი, ვიღაცას ესეთი ხედვა აქვს, ვიღაცას ისეთი შესაძლებელია ამ ამბავზე, მაგრამ რომ შევძლებდეთ ამას უნდა ვილაპარაკოთ. აღარ არის ნორმალური. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ აი პოლიტიკური პარტიები და რა მოხდა და კონკურენცია და ყველას თავისი აზრი აქვს და ასე შემდეგ. ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვართ. ანუ წინააღმდეგობაში ეგრეთი მიდგომები აღარ არის. რაღაც ყველა გაერთიანდა და ყველანაირი კონფლიქტი დაივიწყა და ერთად იბრძვიან ტიპები და აი ცოტა ამ პარტიებმაც უნდა რაღაცა თავისი რაღაცები დათმონ, არა მარტო პარტიებმა, ზოგადად პოლიტიკოსებმა. და კეთილი ინებონ და მართლა ერთი სია გააკეთონ ერთხელ რა, თუ საჭიროა ეხლა. თუ საჭირო არის, ადგენენ და გააკეთონ. რა თუნდა მაგას ანუ როცა ყოფნა ანუ რაღაცა ფაქტია რომ რაღაცა ფორმის გაერთიანება საჭიროა, თავის რისკები აქვს, მაგრამ საჭიროა. ან რაღაცა მოუგონონ ეხლა მაგის მასტერები არიან შეფუთვის რა, რაღაცნაირად ხო? შეფუთონ. იყოს ტექნიკური და მაგრამ კეთილი ინებონ და მართლა გააკეთონ რაღაც ერთხელ მაინც მოიქცნენ სწორად. ოკეი. გავგრძელდი ხა. გავაგრძელოთ ჩვენ ამაზე ჩვენ რა ვიცი შეიძლება რაღაცა დროს ალბათ მე ვიღაცები კიდე ჩავრთოთ
მოვიწვიოთ, იმათაც შეიძლება ველაპარაკოთ. ეს ისეთი თემაა უკვე, რომ ფაქტიურად ახლა რაღაცნაირად დროითი განზომილების დანახოთ ძნელია რა, ანუ რამდენი ხანი როგორ რანაირად რა პროცესში ვართ, ამის ესე განჭრეტა ძნელია და ყველას წარმატებებს ალბათ მე პირადად გისურვებდით, ვინც გვისმენს და ჩვენ თავსაც და თქვენს და ყველას უნდა ვცადოთ, რომ ნაკლები ენერგიის ხარჯვით, რაც შეიძლება ნაკლები ენერგიის ხარჯვით მივიღოთ ხოლმე შედეგი, იმიტომ რომ ენერგია უნდა დავზოგოთ და რესურსი უნდა დავზოგოთ და მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პროცესისთვის რა. ეს ახლა უკვე ფაქტია, ცხადია და წარმატებებს გისურვებთ ყველას ამ ახალ წელს, ჩვენი პირველი ამ ახალი წლის პირველი ასეთი შეხვედრა. კიდევ წინ გვაქვს ერთი ახალი წელი, ორი შობა უკვე გქონდა, ერთი ახალი წელი გვაქვს ერთი და მოკლედ ყველაფერს ერთად. მე კიდევ ერთხელ გილოცავ და წარმატებას გისურვებთ. ეგ არის. კარგად იყავით, დროებით.